არის უკვე საერთაშორისო ნორმის დარღვევა. თქვენთვისაც, ჩემთვისაც შეიძლება. ქართული მოსახლეობა ბატონშობა მეტისმეტად აქტიურია. თქვა რომ მე მესმის პოლიტიკოსების და მომავალი პოლიტიკოსებისაც, რომ მათი სასაუბრო თემა მეტი აქტუალიტეტის შემცველია, ვიდრე ჩვენი უფრო ჩემდება პენზიასი უფრო ვიწროა მედიის თავისუფლება. ეს თემა ძალიან კონკრეტული. მე არათუ გამიჭირდება, არამედ ახლა დიდი სურვილით არ მებადება ვეკამათო აი ამ დებულებას, ხო? მედიას სივრცე კვლავ არ ერთგვაროვანია, ბეჭდვითი მედია აქტიურია, მაგრამ საინფორმაციო ტელემაუწყებლობა სულ უფრო იზღუდება სავარაუდოდ ხელისუფლების ზეწოლის შედეგად. და არის ფიქრობთ, რომ ჩავებღავჭების სიტყვა სავარაუდოდ, თუმცა სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ კი იზღუდება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ეგრე ხელისუფლება აწვევა, ეგრე ხელისუფლება არ აწვევა და ისე იზღუდება. მოდი აი ამაზე ვილაპარაკოთ. ალკო უკაცრავად, მაგრამ მე თქვენთან ექნება შეკითხვა და შევცდები არ ჩაგაგდოთ უხერხულ დღეშიო. თქვენ რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ და ამ თქვენმა განცხადებამ მოიარა როგორც საინფორმაციო სააგენტოების, ისე გაზეთების სივრცეები, რომ თბილისის მერი ახორციელებს ცენზურას იმედზე, თქვენ ეს გითხრათ იმედის ჟურნალისტმა. როცა გეუბნებით, რომ მოხერხულ დღეში არ ჩაგაგდოთ, ბუნებრივია არ გითხავთ, ვინ გითხრათ ეს. არა, მე არ მithქვამს, ბუნებრივია ჟურნალისტმა მითხრა. იმედიდან იცით ეს, ხო. კარგი, მაგრამ მაშინ ძალიან ვთხოვთ, თუ ამის იქითაც გახოდით და რაღაცა კითხვები დაუსვით თქვენ წყაროს, ეგ ახტეროთ როგორ ახორციელებს ამ ცენზურას. ის თუ გითხრეს, ხო? ეჭქვეშ არ ვაყენებ, არც იმას რო ახორციელებს და არც იმას რო არ ახორციელებს. უბრალოდ მაინტერესებს თქვენ თუ ჩაეძიეთ წყაროს და დააზუსტებინეთ მექანიზმი, როგორ ხდება ეს ცენზურა, რა ნაწილებში ხდება, თუ კი ხდება. რა თქმა უნდა, ხა კულტურის სფეროს და სპორტს დიდად არ ანაღლებს გიგი უგულოვას, მაგრამ ზუსტად ვიცი ასეთი რამ. მეტისმეტად ზუსტად რუსთავი ორზეც სხვათა შორის, მაგრამ რუსთავი ორზეც და გაწაფულად ხდება ეს ყველაფერი და დიდი ჩარევა არ უნდა, მაგრამ იმედი მოგესანება, რომ სულ ცოტა ხნის წინ ისინი თავისუფლების მოყვარი ჟურნალისტები არიან და იციან თავისუფლების გემომეტნაკლებად და იარდა ძალიანაც და მათ მოთოკვა ჭირდება როგორც ჩანს. პოლიტიკის ბლოკს რაც შეეხება, ხდება ასე, რომ რამდენიმე ხელმძღვანელი ადამიანი იმედის ყოველ საღამოს ან თვითონ აბარებს ანგარიშს გიგი უგულოვას, ან გიგი უგულოვა იბარებს მათგან ანგარიშს. და შემდეგ თუ რამე არ მოეწონება, ის ახდენს კორექტირებას, ინტერვიუს, რეპორტაჟის, თანამიმდევრობას საზღვრავს და ასე შემდეგ. თუ ეთერში გავიდა არა ისე რეპორტაჟი, როგორც ეს გიგი უგულოვას წარმოედგინა და სურდა, შემდეგ ხდება აი პირდაპირ ან მესიჯის გაგზავნა იმ ჟურნალისტისთვის, ან დარეკვა, ახსნა რომ ეს ასე არ არის, ეს რაღაც სახელმწიფო ინტერესზე წინააღმდეგება, თქვენ ასე არ უნდა მუშაობდეთ, ხელფას ამისთვის არ იღებთ. ხდება პროდიუსერებთან დარეკვა და უშუალო ჟურნალისტებთან დარეკვა. ეხლა ჭორაობად რო არ დარჩეს, მე დარწმუნებული ვარ მოვადრო და ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერზე მესაუბრებიან ხოლმე, ამ დარბაზში მოყვებიან როგორ და რანაირად ახორციელებს ამ ყველაფერს გიგი უგულოვა. ჭორაობად რო არ დარჩეს და ეხლა მოჭორავე კაცად რომ არ ვიყო, აი ვამბობ პირდაპირ, ხომ არის შესაძლებელია რა, ეს არის დანაშაული, ხო? ზეწოლა მედიაზე. თბილისის მერთან მით უფრო ვინ გითხავს. რამდენიმე გვარი შემიძლია დავასახელო იმედის ხელმძღვანელის, მათი ტელეფონიდან ამონაბეჭდი ახლა მათი პირად ცხოვრება არ მადარდებს, არც მაინტერესებს, არც მაქვს უფლება. და გიგი უგულოვას. რამდენად ხშირად ისინი ურეკავენ ხოლმე ერთმანეთს და რამდენიმე ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკურ თემაზე აკეთებს რეპორტაჟებს, ურეკავს თუ არა, მესიჯებს უგზავნის თუ არა გიგი უგულოვა. ამის ახლა ტექნიკურად ვანომერობის შულს არ გაუჭირდება. ეს იქნებოდა დასტური, ხო, თორე ახლა შემიძლია ვიზახო რომ ასეა, უგულოვა იტყვის რომ არ არის. დათო მომსწრე პირდაპირ ეთერში ცენზურისა. გაიხსენეთ ეკახოფერიას გადაცემა, რომელსაც მიყავდა გადაცემა და ყურში უბრძანებდნენ რომ შემოეშვა ბოლო შეფასება გაეკეთებინა დათა ახალაიასთვის. დათა ახალაია, რომელიც დღეს სხვათა შორის სანდრო გირგულიანის მკვლელობის დღე, აი დაახლოებით ამ დროს ჩვენ რო აქვს ხედვართ და 27-28-ზე რო ვლაპარაკობთ ხშირად ბატონო შოთა 27-დან 28 რო თენდებოდა სწორედ მაშინ მოკლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე მაღალჩინოსნების დაკვეთით და სადაც ძალიან უხერხულად ფიგურირებდა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე სანდრო გირგულიანი. აწამეს და მოკლეს. ფიქრია, ყურში ვინ უბრძანებდა ქავდენეკას? იცით ვინ უბრძანებდა ყურში? ვინ უბრძანებდა? ხო.
ანუ უბრძანებდა პოლიტიკური ფიგურა თუ უბრძანებდა პროდიუსერი თუ გახსოვთ როგორ იყო მაშინ ლაპარაკი მე ამ ცენზურას არ დავექვემდებარები მე აღარ სამსახური მინდა აღარც არაფერი არ მინდა და მივდივარ აქედან ხო წავიდე სხვა სამსახურში ხო წავიდე სხვა სამსახურში კი რა კარგია არა რაღაც სამსახური მინდა ვარ ჩვენ ნახეთ ასევე ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში პირდაპირ რეპორტაჟი დარბევის თავზე დანგრევის დამტვრევის ის რომ ეხა ისე კითხულობ როგორ ხდება ეს ცენზურა ნეტა რა ტექნოლოგია არსებობს ქიბარ ხალვაში აგერ ლაპარაკობს ძალიან ცუდია რომ ის ჟურნალისტები ვერც ლაპარაკობენ და ხმასაც არ იღებენ და ითმენენ იმ ყველაფერს რაც ხდება მაგრამ არ არის ეს დამალული რომ ეს ადამიანები პირდაპირ ერევიან ამ სიუჟეტებში და ჟურნალისტი რომ მოვა პირდაპირ გეუბნება ამას არ გამოშვებინებია დავიტოვებ უფლებას ქიბარ ხალვაში არ მჯეროდეს იმიტომ რომ როცა რუსთავი ორსები და სათავეში მაშინაც ელაპარაკა რა დავით თუ შეიძლება ხალხობრივად რა შეიძლება ერთი გამით რეკლამა უნდა გაუშვათ ზარებზე შემდეგ აუცილებლად ვისაუბრებ და არის რამდენად დამაჯერებელი და ამომხურა ვიყო ჩემი ნაცვლად მინდა თო რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ თუ შეიძლება რეკლამა ხო ჩვენს გადაცემაში და შემდეგ დავით ბაიჭაძეს პირველ სიტყვას ვპირდები რეკლამა დაგვიგოთ ბარიერი კვლავ ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია დავით პაიჭაძეს კითხვა დამიწყო უპასუხე რამდენად დამაჯერებელი იყო არა თავი დავანებოთ დამაჯერებელი იყო თუ არა მე იმიტომაც დაგიშვით ეს კითხვა რომ აქ ტრამპლინი მქონოდა ჯელობის გაგრძელებისათვის მე შორს ავარ იმაზრისგან რომ დემოკრატიულ ქვეყანაშიც და არადემოკრატიულში მით უმეტეს ხელისუფლება აბარა ესეთი უნდა იყოს ეს მედიას უნდა აწვებოდეს და მე მედიას უნდა შეეძლოს რაღაცა წინააღმდეგობის გაწევა არ ვფიქრობ ესე დემოკრატიულ სახელმწიფოში სახელმწიფო ხელისუფლება და საერთოდ პოლიტიკური კლასი ხელისუფლებაზე და მისი ოპონენტებიც არ უნდა ზემოქმედებდნენ მედიაზე მაგრამ ზემოქმედებენ ხედავთ ხო მაგრამ მოდი ერთი წუთით დავანებოთ თავი პოლიტიკურ კლასს თლიანად და შევხედოთ მედიას. ჯერეთი ეს ახლა ისე human rights watch-ის ამოხსენებას უნდა დავუბრუნდეთ, ცოტა გული წდება, იმიტომ რომ ლაპარაკობენ როგორც თქვენ ბრძანეთ, იმაზე ბეჭდვითი მედია აქტიურია, მაგრამ საინფორმაციო ტელემაუწყებლობა და ასე შემდეგ და საწყალი რადიო სულ ავიწყდება. და მარტო თბილისში საყვარელი რადიო ავიწყდება. მარტო თბილისში არის 25 FM რადიო სადგური და აქედან 7-ს აქვს სხვა პოლიტიკური ტოქ-შოუები და გაცილებით მეც კიდე ინფორმაცია. ანუ ეს სეგმენტი რო არ გამორჩეთ და რადიო ბაზარსაც დააკვირდნენ, ცუდი არ იქნება და ამ ბაზარზე დაკვირვებით გამოტანილი დასკვნებით შეთავაზონ საერთაშორისო საზოგადოებას, ეს არ იქნება ცუდი, სწორი იქნება, უფრო სწორი ვიდრე აი ეს. ეხლა ჩავალ საინფორმაციო ტელევიზია. ორი ფედერალური რადიოსადგური, პირველია, რომელიც საქართველოს მაუწყობს, პირველი არხი და იმედი, ორივეც კაიტოს და ლაგამამოდებული. უნდა გითხრათ რადიო, როგორც დადავთ ეხლა თქვენ გქონდეთ ლაგამამოდებული ჟურნალისტი გელაპარაკებათ, აქ ძალიან ცდები. ჩვენ მუშაობთ პირველად. მე მუშაობ საზოგადოებრივ რადიოზე და არასოდეს რაც მე ექნება მე ვარ ლაგამის ამოდება და ცოტა აბა ჭირდებოდეს თუ არ იქნება. რა კაცავთ ფიქსერეთ, ხო არაერთხელ შემოსულ ხართ ჩემთან ეთერში, არაერთხელ ყოფილ ხართ, ხო? და მე მგონი ამაზე დაბრკოლება ამას არ მოყოლია რა. დუმილს ვიღებ დასტურის. არა. გავაგრძელებ მაგთემას სიამოვნებით. გავაგრძელეთ კი ბატონო. თქვენ თორემ გაყავით ერთმანეთისგან რადიო და ტელევიზია. პრობლემა არა, რადიოში ყოველთვის იყო მეტი თავისუფლება ვიდრე ტელევიზიაში არ გულისხმობ მხოლოდ იმ სივრცეს, სადაც მე ვუწყობ საერთოდ ამ ქვეყანას, ხო? რადიოს კიდევ ამას არ თხოვდნენ. მეორეც, მე ვფიქრობ, ბევრი რამ დგას ჟურნალისტის პიროვნულ რეზისტენტულობაზე და კიდევ იმაზე, რაც სამწუხაროდ არ არის ჩვენ შორის ჟურნალისტებს შორის, ეს არის სოლიდარობა და ერთი მეორის გვერდით დგომა, როცა ვიღაცას აწვევიან, ანუ მთელი ჟურნალისტთა კორპუსი არ ირაზმება ხოლმე. ამას არ ვამბობ საყვედურით, იმიტომ რომ მე თვითონაც არ დავდგომი ვარ ვიღაცას გვერდით და არც მე მეგზნია ხშირად ჩემი კოლეგების გვერდით დგომა, როცა მიმაჩნდა, რომ ეს არ მაწყენდა ასე ვთქვათ. არ ვამბობ ამას ვიმეორებ საყვედურით. უბრალოდ ეს ვითარებაა რა. ჩვენი ბრალია, ჩვენი თვისება, ამშვენობა, ფაქტია რომ ესეა. როგორც ჩანს, მე მაინც გამოსავალს მეტი ვერაფერში ვხედავ, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების დაკეთილ